რა კრიტერიუმებით მოხდება სტუდენტების მიღება სახელმწიფო უნივერსიტეტებში, სადაც ჩარიცხულებს სწავლა სრულად სახელმწიფო დაუფინანსებს. ახალი წესი ძალაში 2026 წლიდან შევა. უმაღლესი განათლების რეფორმასთან დაკავშირებით დღეს პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ ისაუბრა. გენო ოსიყმაშვილი ჩაგვერთვება ახლა პირდაპირ ეთერში ამ თემის დეტალებით. გენო, რა ახალი გარემოებებია ცნობილი რეფორმასთან დაკავშირებით? იქიდან გამომდინარე, რომ განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმა ძალიან ახალი არის, რა თქმა უნდა არსებობს სხვა კითხვები, თუ როგორ და რა ფორმით განხორციელდება ესა თუ ის საკითხი. სწორედ ამასთან დაკავშირებით დღეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რამდენიმე დამაზუსტებელი განცხადება გააკეთა კონკრეტულად უმაღლესი განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმასთან დაკავშირებით. როგორც ვიცით, ბოლო დღეებში გაკეთებული განცხადებებიდან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლება გეგმავს, რომ მომავალი წლიდან ვინც სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩააბარებს, ყველასთვის სწავლა იქნება უფასო, ანუ ისინი ფაქტობრივად 100%-იანი გრანტის ფლობელები იქნებიან. აქედან გამომდინარე, არსებობდა კითხვა, ვთქვათ, კვლავ იმდენი სტუდენტი შეძლებს თუ არა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლას, რამდენიც ვთქვათ ბოლო წლების განმავლობაში იყო, რასთან დაკავშირებითაც ირაკლი კობახიძემ გითხრა, რომ კი, სტუდენტების რაოდენობა არ შემცირდება სახელმწიფო უნივერსიტეტებში, ხოლო რაც შეეხება იმას, თუ რომელი ფაკულტეტი რა რაოდენობის სტუდენტს მიიღებს, ეს უკვე დამოკიდებული იქნება, ვთქვათ, სახელმწიფოს მხრიდან ახალ მიდგომასთან დაკავშირებით. ეს მიდგომა კი გულისხმობს იმას, რომ სწორედ აი ახლა ამ პერიოდის განმავლობაში როგორც ჩანს სახელმწიფო ატარებს ასე ვთქვათ შრომითი ბაზრის კვლევას თუ კონკრეტულად რა მიმართულებით რამდენი პროფესიონალი სჭირდება, პროფესიული კადრი სჭირდება სხვა ბიზნესის წარმომადგენლებს და აი ამ კვლევის მიხედვით განისაზღვრება სახელმწიფო უნივერსიტეტებში, ფაკულტეტებზე მისაღები სტუდენტების რაოდენობა. კვოტების გადანაწილებას რაც შეეხება, მათ შორის ფაკულტეტებზე, ეს დაეფუძნება შრომის ბაზრის ანალიზს, რაზეც ჩვენ აქტიურად მუშაობთ. თქვენ მოგეხსენებათ, რომ გასული წლების განმავლობაში უნივერსიტეტებში სტუდენტების მიღება არასდროს არ ეფუძნებოდა შრომის ბაზრის სიღრმისეულ ანალიზს. არავინ არ აფასებდა იმას, რომ რამდენი იურისტი გვჭირდება, რამდენი ეკონომისტი, რამდენი მშენებელი, ინჟინერი და ასე შემდეგ, ექიმი და სხვა პროფესიის წარმომადგენლები. ახლა ჩვენ აქტიურად მუშაობთ შრომის ბაზრის ანალიზზე, უახლოეს მომავალში გვიქნება პირველადი დოკუმენტი და უკვე როდესაც გამოცხადდება მიღება მომავალ წელს გაზაფხულზე, ეს მიღება უკვე დაეფუძნება შრომის ბაზრის ანალიზს. ანუ კვოტები გადანაწილდება სპეციალობების მიხედვით სწორედ შრომის ბაზრის ანალიზის საფუძველზე. რაც შეეხება საერთო რაოდენობას, მისაღები სტუდენტების საერთო რაოდენობას, ეს რაოდენობა დარჩება არსებითად იგივე. ჩვენი ხელისუფლების პირობებში სკოლამდელი განათლება გახდა უფასო, ასევე ზოგადი განათლება, როგორც მოგეხსენებათ, არის სრულიად უფასო და ამას ემატება უკვე განათლების მესამე საფეხური, უმაღლესი განათლება, რომელიც ასევე ხდება სრულიად უფასო მომდევნო წლიდან და იმის შემდეგ წლებში ჩარიცხული ყველა სტუდენტისთვის, სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული ყველა სტუდენტისთვის სწავლა იქნება უფასო. ეს ნიშნავს იმას, რომ ეტაპობრივად ჩვენ გადავდივართ სრულად უფასო უმაღლეს განათლებაზე. ეს სისტემა წლების მიხედვით საბოლოოდ ამოქმედება ზუსტად 5 წელიწადში, მაგრამ კიდევ ერთხელ მით ჩაირიცხება უკვე მომავალი წლიდან სახელმწიფო უნივერსიტეტებში არავის არ მოუწევს საფასურის გადახდა და სახელმწიფო აიღებს თავის თავზე მთლიანად შესაბამისი სტუდენტების დაფინანსებას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, მათ შორის სოციალური თვალსაზრისითაც, ბუნებრივია, ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მხარდაჭერა და მათი ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება და ამ კუთხით, რა თქმა უნდა, ეს შეღავათი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მომავალი სტუდენტებისთვის. მე შეგახსენებთ, რომ 2026-2027 სასწავლო წლებში ის სტუდენტები, რომლებიც ჩააბარებენ სახელმწიფო უნივერსიტეტებში, მათთვის ყველასთვის აბსოლუტურად სწავლა იქნება უფასო, ხოლო ისინი, ვინც ჩააბარებენ კერძო სასწავლებლებში, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, მათ არ გაჰყვებათ გრანტი, როგორც ეს აქამდე ხდებოდა, თუმცა სტუდენტების იმ კატეგორიას, ვისაც ამ დროისთვის აქვს მაგალითად კერძო უნივერსიტეტში გრანტი, მათ შეუნარჩუნდებათ სწავლის დასრულების ბოლომდე. უმაღლესი განათლების რეფორმასთან დაკავშირებით სიახლეები გენო ოსიყმაშვილმა გაგვაცნო.